ღარიბაშვილის ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს, მის სახლთან მდებარე დაცვის ჯიხური კი დაარბიეს. ფაქტს მეზობელი გივი თარგამაძე შეესწრო. თარგამაძის თქმით, გვიან საღამოს ორი პირი მოსაშვილის ქუჩაზე დაცვის ჯიხურში მივარდა და კომპიუტერები ქუჩაში გადმოყარა. თარგამაძის თქმითვე აგინებდნენ ოჯახსაც, როგორც ის ვარაუდობს, თავდამსხმელების სუსიდან იყვნენ. თავად ღარიბაშვილს დაანონსებული ვრცელი წერილი ჯერ არ გაავრცელებია. დღეს ის რუსთავის ციხეში ადვოკატმა მოინახულა. მან მედიას უთხრა, რომ ექს-პრემიერს მისთვის არაფერი გამოუტანებია, თუმცა დარწმუნებით ამბობს, რომ განცხადება გავრცელდება. დღეს იქნება განცხადება, დაელოდეთ, თქვა ლილი გელაშვილმა. პოლონეთმა საქართველოს მოქალაქეებს უვიზო დასაქმება შეუზღუდა. 22 აგვისტოდან საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებს პოლონეთში მუშაობის ნებართვა დასჭირდებათ. რეგულაცია არ ეხება ტურისტულ მიმოსვლას. რუსეთის სამობილიზაციო ასაკის კაცებისთვის ქვეყნიდან გასვლაზე არაოფიციალურ შეზღუდვას აწესებს. კრემლი საჯაროდ ამტკიცებს, რომ მობილიზაციას არ გეგმავს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით მესაზღვრეებმა არაფორმალური მითითებები მიიღეს. მონაცემთა ბაზაში გადამოწმების საბაბით პირს აყოვნებენ და პასპორტს მხოლოდ მაშინ უბრუნებენ, როცა ჩასხდომა სრულდება. შემდეგ კი ახსნა განმარტების გარეშე სახლში უშვებენ.